ანგარიში 16-9 და გორგოძემ გაუჭრა ხაზი. კოლელიშვილი. ახლოს ვართ მოწინააღმდეგის ლაოსთან, კარგად გათამაშებული ბურთი დერეფანში, ბეგაზე გამოიტანა ისე მოკლებს და გორგოძე უტევს. და კიდევ ერთი რა გავიტანეთ. კიდევ ერთი რა გავიტანეთ თუ არ ვსწრები, ეს გახდათ მამუკა გორგოძეს ავტორი თითქოს არაფრიდან გააჩერეს ჩვენი შეტევა, მაგრამ შემდეგ ინდივიდუალური ოსტატოვის ხარჯზე მოახერხა მამუკა გორგოძემ შეტევა, გააგრძელა და გავიტანეთ კიდევაც ლელო. დამუშავებული კომბინაცია დერეფანში მეორე ხტომელზე მოგებული, მეოთხე ხტომელზე მოგებული ბურთი, შემდეგ ისე მოკლეფთაზე გაგრძელებული შეტევა ჯერ იყო და ძალიან კარგი იყო ვიტო კოლელიშვილი, შემდეგ დაეხმარა მას მამუკა გორგოძე და ანგარიში გახდა 21-9 ჩვენ სასარგებლოდ. ნუ სრულიად გადაწყვეტილია მაჩის ბედი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მაჩი მოვიგეთ და ძალიან საჭირო გამარჯვებას მოვიპოვეთ. იმასაც გეტყვით, რომ მე-15-ად მოახერხა საქართველოს ნაკრებმა და დაამარცხა რუსი დათვები. წინვალე გამარჯვება და დასრულებამდე მე მგონი ძალიან ცოტა დრო უკვე დარჩენილი. ჩემი გამოთვლებით დაახლოებით 1-2 წუთია მაჩის დასრულებამდე.